მამიკო, დღეს ჩვენთან სტუმრად მაცხოვარი მოვა. აი ნახავ, მართლა მოვა, მან თვითონ მითხრა სიზმარში. მამიკო, პატარა ბიჭს სემენ ეზოში, მალე ვუშველოთ. მამიკო, ფეხსაცმელი სულ დახეული აქვს. ჩემი ვაჭუკოთ, მე ხომ სხვაც მაქვს. კარგი შვილო. კეთილო ადამიანებო, ხვალ შობის დღესასწაულია. 3 დღე არაფერი მიჭამია. ქრისტეს გულისთვის მაჭამეთ. შემოდი ჩვენთან ბაბუა. გაგახაროს ღმერთმა შვილო. მამიკო, იქ ერთი ქალი პატარა ბავშვთან ერთად დგას ამ სიცივეში. მამიკო, სად წავლენ ისინი ამ ყინვაში? დარჩნენ ღამე ჩვენთან. კარგი შვილო, დარჩნენ. ჩემო საყვარელო შვილო, იყავი ბედნიერი მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. უფალო, მე კი შენ დღისით გელოდებოდი. მე შენთან 3 ჯერ მოვედი, ჩემო საყვარელო. შენ მე 3 ჯერ მიმიღე და ისე კარგად მიმიღე. უფალო, არ ვიცოდი და როდის მოხვედი. აი, არ იცოდი და მაინც მიმიღე. პირველად შენ ის ბიჭი კი არ გადაარჩინე, არამედ მე გადამარჩინე. როგორც მე მივიღე მაშინ ბოროტი ადამიანებისგან ჭრილობები, ასევე ამ ბავშვმა მიიღო. მადლობა ჩემო საყვარელო. უფალო, და მეორედ როდის მოხვედი? მე სულ ფანჯარაში ვიცქეროდი. და მეორედ არა ღატაკი, არამედ მე მოვედი თქვენთან. შენ მამასთან ერთად გამხმარ პურს ჭამდი. მე კი სადღესასწაულო ნამცხვარი მომართვით. და მესამედ ხომ მაინც გიცნობდი. და მესამედ მე ჩემს დედასთან ერთად თქვენთან ღამე გავათენე. ეს როგორ? ოდესღაც დედა ჩემთან ერთად მოგვიწია მეფე იროდისგან გაქცევა ეგვიპტეში. შენ მე და დედა ჩემი ხესთან გვიპოვე როგორც ეგვიპტის უდაბნოში და თავი შეგვაფარებინე თქვენ სახლში. იყავი ბედნიერი საუკუნოდ, ჩემო საყვარელო.